Მეუფეო ეცადაო დუგეშინის თემელოს ულო ჭეშმარიტებისაო წველი ყოველგან ხარდა ყოველსავე აღავსე მაგლითა შენითა საუნჯეო კეთილთაო უმნიჭებელო ცხოვრებისაო მოვერდა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მღვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიცისა დააცხოვნე სახირო სული ჩვენი ამინ ამზადი ბაჩურს ეხა ეს უკვე ყოველგვარი ფუნქციის გარეშე მინდა რომ ვთხოვოთ რომ ეცადეთ რომ არ გააცდინოთ და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკვე კულმინაციისკენ მივდივართ. ანუ ნელ-ნელა უკვე დასასრულს უახლოვდებით მათეს სახარების და ნუ მათეს სახარებაში ჩვენ მარტო მათეს სახარებას არ განვიხილავთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვაჯერებთ ასე თქვათ იმ სინოპტიკურ სახარებებს და თვითონ იოანე ღვთისმეტყველსაც იოანეს სახარებიდანაც რაც არის ესეთი სინოპტიკური ნაწილი იმას ყველაფერს ერთობლივად ვაჯერებთ და მე გითხარით თქვენ რომ ამის შემდეგ მინდა რომ დავასრულებთ იოანეს სახარება ცალკე განვიხილოთ, თუმცა იმას როგორ განვიხილავთ, იცი? რაც უკვე ვიცით, იმას ისე სწრაფად გავივით ხოლმე და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მე გითხარით რომ იოანეს სახარება სულიერი სახარებაა და იქ სულ სხვა სიღრმეები იშლება ჩვენთვის რა. აი იმ სულიერ ნაწილს, იმ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილებს, ხო, აი განსაკუთრებით აი მე-11-დან მე-17 თავის ჩათვლით, ხო, აი მე-13-დან მე-17 ჩათვლით. აი ამ თავის განვიხილოთ დაწვრილებით და იმიტომ რომ იქ არის წმინდა მამები და განმარტებლების სახარებისა უწოდებენ იმას სამდელთავრო ლოცვას უფლისას. როდესაც უფალი მამას ესაუბრება უშუალოდ მის ჯვარცმამდე რამოდენიმე დღით ადრე. და აი რას თხოვს, რას მიმართავს უფალს, რას ევედრება რომ როგორ უნდა იყვნენ მისი შვილები, ანუ ის მისია მისი რაც მას მამამ დააკისრა თავიდან ბოლომდე ჩანს აი ამ თავებში და ამიტომ ამას აუცილებლად შევეხებით დაწვრილებით იოანეს თავში მე არ მინდა რომ ამის გარეშე დავასრულოთ ჩვენ სახარების განხილვა, თუმცა მანამდე აუცილებლად როგორც გითხარით დავამთავრებთ თვითონ მათეს სახარებას და კიდე გეუბნებით რომ აი 26, 27 და 28 ფაქტიურად სამი თავი დავჭა დღეს დავასრულებთ 25 თავს 25 თავში ფაქტიურად ბევრი აღარაფერი დავჭა მაგრამ ნუ მაინც ყველანაირად აი რას დავჭა იმას შევხედე უბრალოდ წინაზე ისედაც გადაგვისდა მე მინდოდა წინაზე რომ დაგვესრულებინა 25 თავს მაგრამ ნუ ვერ შევძელით ვერ მოვახერხეთ და ამიტომ დღეს დავასრულებთ და დარჩა დასკვნითი თავები მათი სახარებისა 26, 27 და 28. ანუ ჩვენ უნდა ნახოთ ის ყველაფერი როგორ მოხდება დიდებით შესულიდან დაწყებული იერუსალიმში, ანუ ჩვენ რო ბზობის დღესასწაულს ვეძახით, აი იქიდან დაწყებული უფლის ჯვარცმით და მისი აღდგომით დასრულებული და იმ სიხარულსაც ერთად განვისით. ანუ ერთად განვისით ჯერ ჩვენ იმ ტკივილებს, იმ განსაცდელს ამაზე მე აუცილებლად ესე შევჩერდები ხოლმე დეტალურად აი ჩემი მთავარი საქმელი რა არის იცით თქვენთვის და ჩემი მიზანი რა არის აი ამ სახარების განმარტების დროს რომ არაიმდენად ის წარმოადგენს ჩემს მიზანს რომ თქვენ რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვა რაღაცა ისტორიული მოვლენების შესახებ არამედ ჩემი მიზანი არის თქვენთან მიმართებაში რომ აი ემოციური მუხტი გადმოგცეთ ზუსტად ის რაც ხდებოდა იმ დროს აი მე მინდა რომ თითოეულ ჩვენთაგანში გაცოცხლდეს ქრისტე გაცოცხლდეს სახარება არ იყოს ჩვენთვის მხოლოდ რაღაცა მორიგი ლიტერატურული ნაწარმოები რომელსაც გავეცანით ეს იქნება ტრაგედია თუ ჩვენ ესე ავიკვით რა და ამიტომ აუცილებლად მინდა რომ სახარება იყოს ჩვენთვის ცოცხალი კიდევ ერთხელ გეტყვით რა ძალიან ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებთ რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანისათვის სახარების საფუძვლიან ცოდნას აი ხვალ რომ დაიწყოს დევნა და ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ხო? აგერ სწორედ ეხლა ვკითხულობთ მათის სახარების 24 თავს, სადაც მეორე მოსვლის წინა პერიოდთან დაკავშირებით საუბრობდა უფალი და ჩვენ ნახეთ რეებს წინასწარმეტყველებს ხო უფალი? დევნას ისეთი ჭირის დღეები იქნება, როგორც არ ყოფილა მანამდე არასოდესო. და ჩვენ ხომ არ ვიცით რა იქნება, როგორ იქნება. აგერ გადავხედოთ დღევანდელ მსოფლიოს ხალხო. ნახეთ რა ხდება ერაყში, სირიაში, როგორ ხოცავენ ქრისტიანობის გამო 21 საუკუნეში. უმწეო ბავშვებს ხოცავენ. აქ აღარ არის ლაპარაკის დასრულებს. და როგორ
ასაიდუმლოებენ ამას ყველაფერს, როგორ არ ახმაურობენ დღევანდელი ჰუმანისტები, ძალიან ისეთ კეთილებად რო თვლიან თავს და ჰომოსექსუალისტები რო ეცოდებათ და იმათ უფლებებს რო იცავენ და ლესბოსელების უფლებებს რო იცავენ და ყველა გაუკუღმართებული და ზნედაცემული ადამიანის უფლებებს რო იცავენ, თურმე იმიტომ რომ ისინი უმცირესობაში არიან. სადმე გაგიგიათ, როდესაც მე ახლა იმ დღეს როდის იყო მე და სასულიერო პირებით საუბრობდით რა, რომ აი როდესაც პირველად შევიტყვეთ აი ამ ქრისტიანის სერიალების წამების შესახებ, აი მაშინ თქვით რა, მე მახსოვს გონი ტელევიზიითაც გავაჟღერე ეს ამბავი რა, რომ აი ნუ თუ სადმე გახმაურდებოდა აი ეს ამბავი და არსად არ გახმაურებულა არც ერთ ტელევიზიას, აი ესეთ ცნობილ ტელევიზიებს როგორიც არის თქვა CNN, BBC და ასე შემდეგ, არსად არაფერი არ თქმულა. ეს მერე და მერე რაღაცა ინფორმაციება გამოჟონა და იმიტომ დაიწყეს ახლა მიგრაციის ტალღა ევროპაში და დაიწყეს მიღება მიგრანტების და ასე შემდეგ, მაგრამ არ ყოფილა არაფერი მსგავსი, ხო ძალიან დიდი ხანია ეს ხდება. აბა უმცირესობის წარმომადგენელი ყოფილიყო რომელიმე მათგანი. თუნდაც ერთი. და იმიტომ მოეკლათ ის, რომ იმ უმცირესობის წარმომადგენელი იყო. აი მიზეზი ეს ყოფილიყო. თქვენ გენახათ რა ამბავი მოხდებოდა. რომ დაირაზმებოდა ეს თქვენი დემოკრატიული ქრისტიანული ამერიკა. ქვაზე არ დატოვებდა სირიაში. რა არ გააკეთა ეგეთი რაღაცები ერაყში? და კიდე რავი საათ აღარ. ავღანეთში, ვიეტნამში და ასე შემდეგ. ქვაზე არ დატოვებდნენ, როგორ უმცირესობის უფლებები შეილახა, როგორ ადამიანი მოკლეს? და ქრისტიანები თორე ადამიანები არ ყოფილან. იქ რა კი ქრისტეს გამო, ჯულის გამო, ქრისტიანობის გამო ხდება მათი ეს დევნა შევიწროება და დახოცვა და ასე შემდეგ, თუმცა ისინი ის არაფერი. ხო და მაგას გეუბნებით ხალხური, ხა წარმოიდგინეთ თქვენ რეები ხდება და უფალი წინასწარმეტყველებს რომ ძალიან დიდი ჭირის დღეები იქნება და ჩვენ არ ვიცით არავინ, ხო? როდის რა იქნება და როგორ მოხდება და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ადამიანმა გაუძლოს თან იმასაც ამბობს უფალი რომ საცდური იქნება ძალიან დიდიო და ის სწორედ წინა საუბრებში თქვენ წავიკითხეთ და შეგახსენებთ რომ იმდენად დიდი იქნება, იმდენად გაიზრდება და გამძაფრდება ეს საცდური და იმდენად დახვეწილ ფორმებს მიიღებს ქრისტიანთათვის და ეს ყველაფერი ყველაზე უკეთი ციტრითი გამოიხატება რომ ეშმაკი ძალიან იოლად ახერხებს ამ პერტექნოლოგიების საშუალებით რომ შეუცვალოს ღირებულებების სუსტი რწმენის ადამიანებს ხაზგაუცვალ. იმიტომ რომ ის ვინც ძლიერი რწმენის არის, ის ვინც იცის რაც წამს და რატომაც წამს, ის არ დათმობს თავის რწმენას, მაგრამ აი ვინც ირყევა რწმენაში, ის აუცილებლად შეიცვლება და საშიშ სიტყვებს ამბობს ძალიან უფალი რომ არათუ მხოლოდ მერყევი მორწმუნეებიო, ძლიერი მორწმუნეებიც კი ვერ გაუძლებდენო. ღმერთს რომ მიეშვაო ნებაზეო ეშმაკიო და ღვთის განგებით რო არ ხდებოდესო აი ამ დღეების შემოკლებაო, ანუ დასრულებაო იმ დღეებისა მეორე მოსვლის წინა პერიოდში. აი თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო და როგორ გვინდა ჩვენ ამ ყველაფერს დაუპირისპირდეთ და გაუძღოთ იმ ფონზე, როდესაც ახარება არ ვიცით და ქრისტიანები გვქვია. აი ამიტომაც არის რომ ერთი შეხედვით ალოგიკურია ხო და მოეჩვენება რომ მაგალითად ეხა ხშირია ესეთი შემთხვევები რა, რომ თქვათ აი ეკლესიური მორწმუნეები არ იქცევიან ეკლესიურად საზოგადოებაში, ხალხში. ძალიან ხშირია, ხო? აი ხა ეს სოციალური ქსელი, ხა Facebook-ი, რომელიც მოხმარებელს მეც გახლავარ, გადასარევი საშუალებაა ამ ყველაფრის კონტროლისათვის, იმიტომ რომ თითოეულ თქვენთაგანის ვინც ხართ აქ ამ სოციალურ ქსელში ცხოვრება ხელის გულზე დევს. ვინ რა სტატუსებს დევს, ვინ რას იწონებს, ვინ რა ფოტოებს აქვეყნებს. იცით რა გადასარევა ჩანს ჩემთვის პირადად, მაგალითად თქვენი ცხოვრება, თქვენი სული, ის რაცაც თქვენ აქ მალავთ, თქვა ეხა ბევრია შემთხვევები, რომ აქ შემოვლენ ეკლესიაში და ისეთი ფორმა აქვს მიღებული, რომ გეგონება რომ სანემშო მოწუნეა, მაგრამ ეხა უცებ იმისთანაც სურათები შეიძლება დაადოს, ისეთი სტატუსი მოიწონოს. ისეთი ტექსტი კონდეს დაწერილი, რომ უცებ მიხვდები მის შინაგან სამყაროს, რომ რეალურად რას წარმოადგენს ის.
და თან რა არის, იცით უცნაური, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველად არ გესმინდა, მამაშალასაც უსაუბრია ამასთან დაკავშირებით და ბევრჯერ გვითქვამს, ხო? აი ხო შეიძლება რომ ვიღაცამ ჭკუა იხმაროს და აღარ დადოს ესეთი რაღაცეები და თქვას რომ ეხლა ამას მოძღორი აკო. არა. ვერ ახერხებენ. მაინც იგივეს აკეთებენ, იგივეს აგძელებენ. ყოველ შემთხვევაში დიდხანს ვერ ახერხებენ. ყველა საუკეთესო გამოსავალი არის ხოლმე თუ გააუქმებენ თქვა Facebook-ს. და აქაც უკვე ეს სისუსტე ჩანს, ხო? რატო აუქმებ? რატო მემალები? შენ ცხოვრების ეს თუ მოსაწონია ღვთისთვის და ჩემთვის, რატო მემალები? ვისთვის აუქმებ? ესე იგი შენ არა გაქვს შენი თავის იმედი, რომ ისე იცხოვრებ, როგორც საჭიროა. ისეთ რამეს დააწერ, ისეთ ფოტოს დაადებ, რაც თქვათ არ იქნება თქვათ ეხლა მოსარიდებელი ჩემთან მეერე თქვათ, ხო? ამიტომაც აუქმებ. თუ რატო აუქმებ? რატო მე არ ვაუქმებ? არც პაროლი მე არაფერი არ მიდის, აი ნებისმიერ თქვენთაგან შეგიძლიათ შეხვიდეთ და ათვალიეროთ ყველაფერი. არც გასაიდუმლოებული მაქვს რაღაცა რომ ზოგი რო იცის რომ თქვა და ზოგ სურათს აჩვენებს, ზოგ სურათს არ აჩვენებს. ყველაფერი ხელის გულზე. ვისაც გინდათ იმათ შედით და დაათვალიერეთ. პაროლს გეტყვით, თუ გინდა დაფაზე დაგიწერეთ და შედით პირდაპირ და ყველა აი შიგნით ნახეთ, მიმოწერა ნახეთ. არავისთან არაფერი არ მაქვს დასამართი. ხო და აი ამას ვამბობ ხალხო. ამ ფონზე აი როგორ შეიძლება რომ სულიერად აი ესეთები ვიყო და იმედი გქონდეს იმისა რომ აი ამ განსაცდელებს და იმ რაღაც საშინელებებს გაუძლებ თქვენ იცით რომ აი ეს 17 მაისის ცნობილი ამბები რომ მოხდა სხვა შორის მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ რომ ის მამა იონათანი რომელსაც ხელში ის ბადაღებული ტაბურეტი ეჭირა გაამართლეს რა ერთი ლარიც კი არ გადაახტებინეს და ეს მე გამეხარდა ძალიან სხვა შორის ხა სხვა საკითხია ის რომ ეკლესიურად შიდა ეკლესიურ წრეებში მას აუცილებლად საყვედური უნდა ეთქვას რომ თქვა არ არის გამართლებული ეს აქციელი ხა ღვთის წინაშე რომ თქვა ეხა სულიერად მოძღვანა ყოველთვის უნდა შეძლოს ეხა საკუთარი თავის მოტოყვა და შეკავება მით უმეტეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მაგრამ ის რომ საერო სასამართლო მის გაამართლა ჩემთვის ძალიან კარგია ძალიან კარგი სიგნალი იყო ეს თვითონ მთავრობის მხრიდან ჩემთვის პირადად თუნდაც ის როდესაც დავით როზე გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და გამოაცხადა მან ძალიან ხმამაღლა რომ ეხა ის საქართველოს სახეა ხო რეალურად გაცილებით უფრო მეტად ვიდრე პრეზიდენტი და მან პირდაპირ თქვა რომ ჩვენთვის ქართველებისათვის ოჯახი ყოველთვის იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენი კულტურიდან გამომდინარე ჩვენი რწმენიდან გამომდინარე რომ საქართველოს ყოველთვის აი ამ ფასეულობებს ეფუძნებოდა და ყოველთვის ესე იქნება ამ დროსაც ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან გამეხარდა და ეს მომენტი ძალიან გამეხარდა. ხო და რას გეუბნებოდით, აი როდესაც ის 17 მაისის ამბავი მოხდა. თქვენ იცით რომ ძალიან ბევრი მორწმუნე დაბრყოლდა. აი ხო ნებისმიერი ადამიანისათვის, ოდნავ საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ცხადი იყო იქ რაც მოხდა, რაც გაათამაშეს, რა სპექტაკლის დადგეს, რა გათვლებიც ჰქონდათ. მათ ეს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, უფრო მეცაც გეტყვით, მათ უნდოდათ, რომ რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი გარდაცვლილიყო. მერე გენახა თქვენ იქ რა მოხდებოდა. აი ეს გათვლა ჰქონდათ მათ. მათ აბსოლუტურად არ ადარდებთ ის ხალხი თქვენ რა გონია. ეს ჩვენ არის რომ გვიყვარს ისინი, ჩვენ მართლა გვიყვარს. თუნდაც იმიტომ უბრაზდებით, თუნდაც იმიტომ ტუქსავთ, თუნდაც იმიტომ ვამხელთ. და ბევრჯერ გვითქვამს ჩვენ რომ ნებისმიერ მომენტში, როცა ისინი მოვლენ, გულში ჩავიხუტებ, თუ კი ისინი სინანულით მოვლენ. მაგრამ აი ამათ ვითომ იმათი დამცველები რო არიან, სინამდვილეში აბსოლუტურად არ ადარდებთ ეს ხალხი. ამა თავენთი მიზნები აინტერესებთ. იქ ვიღაცებმა ფული შეუის ის და აი წარმოიდგინეთ, მორწმუნე ადამიანები ვერ მიხვდნენ აქ რა ხდებოდა. ვერ გაერკვნენ რა. ბევრი მათგანი ეკლესიას დაშორდა, წავიდნენ, დაბრკოლდნენ. იმიტომ რომ რაღაცა ძალადობა დაენახეს, თურმე მოიტყვე ეკლესიაში. თურმე მოძალადეები ყოფილვართ ჩვენ. რა სისულელია ხალხო, რა სისულელია, რომელ მოძალადეობაზეა ლაპარაკი. აი, ნუ თუ შეიძლება ის ვერ დაენახა იქ ადამიანს, რომ აი ტელევიზიებმა როგორ მოახდინეს აი ყველაფრის სრულად გაპიერება. რატო არ მიღებდნენ მე? რატო არ მიღებდნენ მამა შალვას? რატო არ მიღებდნენ მამა თეოდორეს?
აი რატო ძალიან მაინტერესებს, კიდე ძალიან ბევრი შემიძლია დავასახელო. რატო იყვნენ ჩასაფრებული მაინცსა და მაინც ბიჩინაშვილის მიმართ და მაინცსა და მაინც ივანათავის მიმართ? აი რატო? იცით რატო? იმიტომ რომ მაგათგან ელოდნენ აი ამ იმპულსურ მოქმედებას. და გადაუღეს და დაატრიალეს და მაშინ სოფლიოს ყველა წამყვანო ტელევიზია მოკლედ იცოდა და მთელმა სოფლიომ გაიგო როგორი სასტიკები ვართ მოკლედ და როგორ დევნით ამ საწყალ მშვიდობიან უმცირესობებს. და შეიძლება ეხლა თქვენ მე გეკითხებით რა რომ შეიძლება ნორმალურად ჯანსაღად მოაზროვნე ეკლესიური ქრისტიანი ესეთ დროს დაბრკოლდეს და ეკლესიიდან წავიდეს და გაბრაზდეს. ბოლო-ბოლო თუ რა სადღაც დაიბენი და რაღაცა ვერ გაიგე, მიდი და კითხე მოძღვარს კაცო. შეეკითხე. ახსოვს ერთი ჩემი მეგობარი გოგონა, მოსული იყო ჩემთან და ჭკვიანი ადამიანია ის ძალიან რა ლექტორია. საათ ნახევარი მოკლედ, აი რა, მებრძოლა რა, რასაც ქვია რა. მადლობა ღმერთო, იმ საათ ნახევრის შემდეგ რაღაცა ღვთისმადლით გავაგებინე და მივახვედრე. საათ ნახევარი თქვენ არ იცით რა მომიწყო რა ამ ყველაფრის გამო რა. როგორ შეიძლება ძალადობა და აბადა. ხოდა, კეთილო ხალხო, ეს ამ სიგზე შესავალი იცით რატო გავაკეთე? რომ აი ესეთ დროს და ზოგადად აი ესეთი საცდურების დროს და ესეთ საცდურებს ეშმაკი არ მოგვაკლებს იცოდეთ თქვენ. რას დრო გავა, უფრო გააქტიურდება ეშმაკი. იმიტომ რომ მიცემული აქვს მას ეს ყველაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ იქამდე მივა კაცობრიობა რომ ეშმაკი მთელ თავის ძალაუფლებას ჩადებს ერთ ადამიანში, რომელსაც ერქმევა ანტიქრისტე. აი მასში სრულად განხორციელდება კაცობრიობაში არსებული ბოროტება. ადამიანთა შორის დაგროვილი. თქვენ ხო იცით რომ ეშმაკს ღმერთის მაიმუნს ეძახიან. ბაძავს ყველაფერში ქრისტეს. აი როგორც ქრისტე იშვა ქალწულისაგან, ის მეძავისაგან იშვება არაკანონიერი გზით და სავარაუდოდ იქნება ეს ხელოვნური ეს ყველაფერი და გამოაცხადეს რომ თვითონაც ესე უბიწოდ ჩაისახა. და შემდეგ ყველაფერში ბაძავს უფალს. და ტრაგიკული იცით რა არის? რომ მას მიიღებს ხალხი და აღიარებს. და ამას უფალი თვითონ წინასწარმეტყველებდა და ჩვენ წავიკითხეთ ჩვენს წინაზე რომ მე მამის სახელით მოვედი და არ მიმიღეთო და ისო თავის სახელით მოვაო და მიიღებდო. და იცით ვინ მიიღებს? აი სწორედ ის მერყევი ქრისტიანები, დანარჩენებზე აღარ ვლაპარაკობ, ის არაქრისტიანები ხო მიიღებენ. ვინც მხოლოდ მატერიის იქით ვერ იყურებიან და მათთვის მატერიალური ღირებულებები არსებობს ხო? არა, აქ მე საუბარი მაქვს თვითონ ქრისტიანულ წრეში თვითონ ის ადამიანები, ვინც ესე მერყევები იქნებიან, ვისაც არ ექნებათ მყარი სულიერი ფუნდამენტი. აი ამას ემსახურება ხალხო ჩვენი საუბრები, აი ამას ემსახურება. აი ამიტომ მინდა რომ თქვენ თითოეულ სიტყვას გრძნობდეთ, სახარების სულს გრძნობდეთ, რომ ვერ შეძლოს ბოროტმა თქვენი შერყევა. აი სწორედ ახლა ამ კვირას იკითხებოდა სახარება, ხო, მამაშალომაც რაღაც ერთი-ორი სიტყვით განგიმართ, რომ თესვარი რო თესავს თესლს. ზოგი ქუჩაზე დავარდება, ზოგი კლდოვანზე, ზოგი ეკალთა შორის, ზოგიც კეთილნიადაგში. და გითხრათ რას ნიშნავს, ხო? ცალ-ცალკე ის თითოეული შემთხვევა, ის კლდოვანი, ის ქუჩა, ის ეკლები. აი ეს ყველაფერი არის ჩვენი ხორციელი საზრუნავი, ჩვენი მცირედ მორწმუნება. აი ეკალთა შორის რო დავარდა. არა, უბრალოდ კლდოვანზე რო დავარდა. აღმოცენდა, უცებ მიიღო ადამიანმა, უცებ მოეწონა ეს ქრისტიანობა, მაგრამ ძირი არ ქონდაო, ძირიო. იმიტომ რომ კლდოვანზე დავარდა და იქ ფეში ვეღარ ჩავიდა, რომ ის საკუთი მიიღო და გახმაო და ეს ძირი, ეს კეთილი ნიადაგი ჩვენში არ აღმოჩნდა. იმიტომ რომ ზედაპირულია მხოლოდ ჩვენი რწმენა, რო შეხედოს ადამიანმა იცოცხლე გადავსებულია და აგერ ლამის ჭავჭავაძე გადავკეტოთ ხოლმე პირაობით, მაგრამ შიგნით არ არის. სიღრმე არ არის. და ეს ჩანს მე სწორედ სოციალურ ქსელში და თქვენ ცხოვრებაში. აი სიღრმე არ არის. ორმაგი სტანდარტები ცხოვრობთ. ეკლესიაში სხვანაირები ვარ, გარეთ სხვანაირები ვარ. ის მეორე ვარიანტი სწორედ ჩვენ გვეხება რომ აი ეკალთა შორისო დავარდა, კი იყო იქ ნიადაგი კარგი, მაგრამ თითქოს აღმოცენდა კიდეს, თითქოს განვითარებას დაიწყო, მაგრამ რა არის ეკლები? ამ სოფლიური საზრუნავი, ხორციელი საზრუნავი.
რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანს, მცირედ მორწმუნე ადამიანს პირველ ადგილზე აქვს დაყენებული. ანუ ბევრჯერ მithქვამს ძალიან თქვენთვის პრიორიტეტები აქვს აღრეული. და ეს იწვევს მე რა ხა ქუჩაზე დავარდნილზე აღარ ვლაპარაკობ, ანუ ეს ქუჩაზე რო დავარდა და მაშინ რო აკენკეს ფრინველებმა, ეს ისეთი ადამიანები არიან, რომელთა გული გაქვავებულია საერთოდ უფლის მისაღებად რა. ანუ აი წარმოიდგინეთ, ქუჩაზე დავარდაო რა, გზაზე, სადაც გატკეპნილია უკვე რა და საშუალებაც კი არა აქვს, ოდნავი ფესი რომ მოიკიდოს. ანუ ადამიანი, რომელიც საერთოდ იგნორს უკეთებს ყველანაირად სულს, სულიერს, არც კი იცის, არც კი ჯერა, აი ამ ხორცის იქით ვერ იყო, ეს გონია თავისთავი რა. ჭამესვი დრო გაატარე რა, ამ ქვეყანაზე მეტი არაფერი შეგჭება. აი ესეთი აზროვნების ადამიანი ხო გინახავ? აი ეს არის ქუჩაზე რო დავარდა რა. ანუ დავარდა, ეგრევე ფრინველებმა აკენკეს, წავიდა, აი ვერც იგრძნო იმან რომ დავარდა. ანუ ვერც გძნობს რომ უფლის თესლი მოდის მასში. შეგძნება საერთოდ არა, გაქვავებულია, გაუხეშებულია. ეს ყველაზე მძიმე შემთხვევაა, რა თქმა უნდა. ამისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ჩვენ არ გვეხება ამ შემთხვევაში, მაგრამ ის ორი შემთხვევა გვეხება. დამერწმუნეთ. და მე ყოველთვის გეუბნებით ხოლმე, რომ აი იგავს რო ვისმენთ და განვარტავთ ხო, ყოველთვის ეცადეთ ხოლმე თქვენი თავი დააკავშიროთ, სად ხართ თქვენ. აი თითოეული თქვენთაგანი, თქვენ გულს შეაიხედეთ ხოლმე, აი მე ვინა ვარ, რომელი ვარიანტი ვარ მე. ესე თუ არ იფიქრეთ, ესე თუ არ იაზროვნეთ, ისოდე შორს ვერ წავალთ. მოდი ვნახოთ, აბა რა ხდება, ესე იგი ჩვენ სად გავჩერდით? ბატონო? 31-ე წავიკითხეთ თუ არ წავიკითხოთ? არ წავიკითხეთ. ხო, ესე იგი 31-ე გავჩერდით. ხო, ანუ ჩვენ წავიკითხეთ ეს ორი იგავი, ძალიან მნიშვნელოვანი იგავები. ერთი ქალწულების შესახებ და მეორე ტალანტების შესახებ, ხო? და ეს დავასრულეთ და გავჩერდით. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ ამ ყველაფერს თქვენ, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგან გვეხება და მოდი ვნახოთ გავაგრძელოთ ეხლა რა საგრძელოს უფალი. ხოლო რაჟამს მოვიდეს, ანუ დაამთავრა ის იგავი ტალანტების შესახებ და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესწნელსა მონიყო სტირილი და ჭენაიკდუთ, ანუ აქ იყო ლაპარაკი იმ მონაზე, რომელმაც ის უფლის მიერ მიცემული ტალანტი არ გაამრავლა. დაფლა მიწაში და დაუბრუნა და თან კიდე იქით სილი დასწამა და შეურაცხყოფ მიაყენა, რომ შენო უსამართლო კაცი ხარო და იქ იმკიო, სადაც არ დაგითესიაო და იქ აგროვებო, სადაც არ გაგიბნევიაო რა და იქით ვალი დაადო კიდე რა და უფალმა მას არ მოუწონა ეს აქციელი და ჩვენ გავმართეთ ამის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენ შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აი ამ მონას არ მივემსგავსოთ და შემდეგ რა სასჯელს იღებს ეს მონა, ესეც ვნახეთ, ხო? ხოლო რაჟამს მოვიდეს ზე კაცისაი დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მისთანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათ. აი ნახეთ, კარგად მინდა გაიაზროთ. აი დეტალებში აღწერს უფალი როგორ მოხდება ეს ყველაფერი. აქამდეც ხო ვისაუბრეთ, ხო? და გითხრა რომ როგორ იქნება უფლის მეორედ მოსვლა, რომ ზეცაზე გაიეულებსო, გამოჩნდება უზარმაზარი ჯვარი, ხო? ანუ ნიში უფლისაო, ხო? ნიშანიო. ღვთის ნიშანიო და დაინახავენ ყველანიო ზეცით ღრუბლებზე მომავალს უფალსო. და ისიც შეგახსენეთ, რომ ანგელოზებმაც უწინასწარ ეტყოლეს, რომელმაც უთხრეს მოციქულებს, რომლებიც უყურებდნენ გაოცებულები უფლის ამაღლებას, უთხრეს, რომ ესევე დაინახავთ ჩაომავალსო. ანუ ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და გვეუბნება კიდევაც უფალი, არავინ არ მოგატყუოთო, რომ აქ არის ქრისტიანიკო, ანუ ეს დაბრუნებაო, ჩემი მოხდებაო ყველასათვის თვალსაჩინო და ზეციდან ხასუსო. ზეციდან მოხდება. აი როგორც ზეცაში ამაღლდა უფალი ხოსელ, ისე ზეციდან დაბრუნდება, რომელსაც ყოველი სულდგმული დაინახავს მიუხედავად დედამიწის იმრგვალისა. ამას ღმერთი იზამს როგორც თვითონ იცის ისე რა. ყველა მხრიდან გამოჩნდება ეს. დაინახეთ რას ამბობს? როცა მოვაო, რაჟამს მოვიდეს ზე კაცისა დიდებითა თვისითა, ანუ ხას უსვავს, რომ დამდაბლებული კი აღარ მოვა უფალი. არამედ მოვა დიდებითა თვისითა, უკვე განსაჯელად თელი სამყაროზე. და ყოველნი ანგელოზნი მისთან, ანუ თან ახლდება ზეციური დასი. ყოველნი ანგელოზნიო. ნაწილი კი არა, თელი ზეციური დასი. რა თქვენ წარმოიდგინეთ ეს რა სანახაობა იქნება, რა საშიში იქნება ეს და რა დამთქმელი ცოდულთათვის.
და რამხელა სიხარული და რამხელა ბედნიერება მართალთათვის. და ყველანაირად ვეცადოთ, რომ მართლები აღმოჩნდეთ. მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისათვისისათა, ანუ დაჯდება იმ საყდარზე, საიდანაც უნდა განსაჯოს მან მთელი ქვეყნიერება. და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი. ნახეთ, მიაქციეთ ყურადღება, ყოველნი ნათესავნი, ანუ ყველა ადამიანი შეიკრიბება მის წინ. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ღმერთს გათვლილი აქვს დედამიწის ზომები საიმისოდ, რომ ყველა დაეტიოს. ვისაც კი ოდესმე უცხოვრია, ყველა აღდგება, ყველა შეიმოსავს უხსნელ სხეულს, მაგრამ სამწუხაროდ ზოგი შეიმოსავს უხსნელებას მარადიული ტანჯვისათვის და ის ვინც გამართლდება შეიმოსავს უხსნელებას მარადიული ნეტარებისათვის და სიხარულისათვის. და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ანუ გაარჩევს ერთმანეთისაგან იმ ადამიანს, ანუ ხო ყველა აღდგება და შემდეგ გაარჩევს. ვითარცა იგი მწყემს მან რა განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან. აი როგორცო მწყემსიო ცხოვრებსა და თხეებს არჩევს ერთმანეთისაგან. აი ისე გაარჩევსო უფალიო აი ამ ხალხსო. იმიტომ რომ ჩვენ ხო უფლის სამწყსო ვართ, უფლის ფარა ვართ. რატო არის შედარებული ცხვარს და თიკანს, ანუ თიკანი იგულისხმება თხა. ცხვარი არის სიმშვიდის და მორჩილების სიმბოლო. თხა ისედაც თვითონ სიტყვაც ამბობს, ხო, თავისათქმელს. ურჩობის სიმბოლო არის, ხო? ეშმაკსაც გამოსახავენ ხოლმე სხვათა შორის, თუ გინახავთ თქვენ რაღაცა ესე თხის წვერები და რქები და ამით, ანუ თხა არის, ეხლა თქვენ თხევზე არ დაგეწყოთ გართულება და თხა თვითონ როგორც ცხოველი, ჩვეულებრივი ცხოველია, მაგრამ ხო მე განგებავ ამას სხვა შორის, იმიტომ რომ ზოგმა იცის რომ რაღაცა კატებს ვერ იტანს იმას, არ შეიძლება ესე ხალხო. ჩვენ სიმბოლურად უნდა წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი, რომ ცხოველს არაფერი დაუშავებია. გველი რო გველია, ისიც კი ის აგრესია, რომელიც მის მიმართ გაგვეჩი, არ შეიძლება. იმიტომ რომ სიმბოლიზმია ამ ყველაფერში, გველი ჩვეულებრივი ქმნილება აქვს ისე. ხო და ღმერთს სიყვარულის გარეშე არაფერი შეუქმნია, ის გველიც არ შეუქმნია. და ღმერთს თუ უყვარს, ესე იგი შესაძლებელია მის სიყვარული, ხო? უნდა გვიყვარდეს. მაგრამ აქ სიმბოლიკაზე, ალეგორიაზეა ლაპარაკი და ჩვენს გავიაზროთ. ანუ თხა ამ შემთხვევაში არის ურჩობის სიმბოლო და ცხვარი არის სიმშვიდის და მორჩილების სიმბოლო, ხო? ანუ გაარჩევს ერთმანეთისაგან. და დაადგინეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანი მარცხენით, რა თქმა უნდა, ხო? ანუ მარჯვენი და მარცხენით რას ნიშნავს? ესეც სიმბოლიზმია. ანუ მარჯვენა იგულისხმება მოკეთეები, მარცხნივ იგულისხმება მტყეები, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნე, ესეც სიმბოლიზმია, აი თვითონ მაგალითად მე ბევრჯერ მithქვამს ხოლმე ადამიანებისთვის, საცია ადამიანისთვის მაგალითად. მარჯვენა არის მარცხენა ხელი. და მარცხენა არის მარჯვენა ხელი, იმიტომ რომ თვითონ სიტყვას დაუკვირდით მარჯვენა, რატო ქვია? იმიტომ რომ ეს გემარჯვება უფრო მეტად რა. ვიდრე ეს. ხო, საციასთვის ეს არის მარჯვენა, იმიტომ რომ ამას ხმარობს მარჯვენა. და ეს არის მარცხენა. ასე რომ აქაც სიმბოლიკა დევს. ესეც არ არის ესე პირდაპირ, იმიტომ ამასაც რატო ამახვილებ ყურადღებას, რომ აი ბევრჯერ მინახავს ესეთი ადამიანები რა, ესე ვაი მორწმუნეები რა, რომ აი მარჯვენა მხარეს ის ანგელოზი გაზის, მარცხენა მხარეს ეშმაკი გაზის. რაღაც სისულელები, როგორ მორწმუნეების ან მომისმენია, იცი ეს აი სტაჟიანი 20-30 წელი ეკლესიაში რო დადიან და მარცხნივ რო უნდა გადააფურთხო აუცილებლად ფუი ეშმაკს რო იძახიდან. ვაი რაღაც სისულელები რა. მარცხენა მხარე რო ეშმაკის არის და ამიტომ იყო და ამ აქედან გამომდინარე იყო რომ საციებს რაღაცა ეშმაკეულებად მიიჩნევდნენ და არ შეიძლება და გაუბავდნენ ამ მარცხენა ხელს და გინდა თუ არა მარჯვენათი აწენენ. ნუ ეს არის პრიმიტივიზმი ხალხო რა, მომიტევეთ ამ სიტყვისთვის. არ შეიძლება ესეთი რწმენა რა. აი რაღაცა ცოტა უნდა გავცოცხლდეთ რა. ცოტა სხვანაირად ვიაზროთ, იმიტომ რომ ესე არ გამოვა არანაირად რა. ანუ ამ შემთხვევაშიც გავიაზროთ ჩვენ რომ ისა გეხვეწებით რა კომენტარები მე როგორც. ანუ ამ შემთხვევაშიც უნდა გავიაზროთ ჩვენ რა, რომ მარჯვენით იგულისხმება რომ ისინი სასწაულში მოხდებიან, მარცხენით იგულისხმება რომ ისინი იქნებიან დასჯილი ღვთისაგან. მაშინ ხვალს მეუფემან მარჯვენით და მათ მისცა. მაშინ ეტყვისო მარჯვენით მდგომარეებსო. ნახეთ როგორ თბილ სიტყვებს ეუბნება და ღმერთმა ინებოს რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვისმენოთ ეს სიტყვები. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, ხედავთ როგორ ლოცავს. კურთხეულნო მამისა ჩემისანო. და დაინკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და
მინდა რომ შევჩერდე. უყურეთ რას ეუბნება. მოდითო და დაიმკვიდრეთო ის ადგილიო, კურთხეულნობა ამისა ჩემისანო. რომელიც თქვენთვის გამზადებულია სოფლის დასაბამიდანო. ნახეთ? ანუ რა გამოდის? რომ ღმერთმა იცის ვინ ცხონდება, ვინ არ ცხონდება, ვინ გადარჩება, ვინ არ გადარჩება. ანუ ვიღაცებისთვის გამზადებულია ადგილი, მაგრამ ამან თქვენ არ დაგაბნიო. რატო ამახვილებ ყურადღებას? თავის დროზე, როდესაც ცნებებს განვიხილავდით ჩვენ. მე მაშინ ბედის წერასთან დაკავშირებით განგებ ვისაუბრე. ბედის წერა როგორც ესეთი არ არსებობს, ხალხო, იცოდეთ თქვენ. არსებობს ღვთისაგან განჭრეტილობა. ამაზე მე ბევრი ვისაუბრე, ეხლა უბრალოდ მოკლედ შეგახსენებთ. ანუ არ არის ეს განსაზღვრულობა ღვთისაგან, არამედ ეს არის განჭრეტილობა. რომ იყოს განსაზღვრულობა, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ ჩვენი თავისუფალი ნება ფარსია მხოლოდ და თამაში, სინამდვილეში არანაირი თავისუფლება ჩვენ არ გაგვაჩნია და მხოლოდ მარიონეტები ვართ ღმერთის ხელში. და ღმერთი გვეთამაშება და გვატყუებს, რომ ვითომ თავისუფლები ვართ და სინამდვილეში კიდე წინასწარ არის გათვლილი ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ღმერთი რა ბოროტი გამოდის, რომ ვიღაცები ადამიანები ყავს შექმნილი სასუფეველისათვის და ვიღაცები ჯოჯოხეთისათვის. აი წარმოიდგინეთ სადამდე მიდის მსჯელობა ამ შემთხვევაში. ღმერთმა დააგვიფაროს ამ აზროვნებისაგან. ეს რას ნიშნავს ხალხო? რუსთაველი ამბობს, ბოროტიც არად შეექმნა კეთილისა შემოქმედსაო, წარმოუდგენელია ხალხო, იცოდეთ, არ არსებობს ყოვლად კეთილი ღვთისაგან რომ ამ ბოროტი გამოსულიყო. ამაშალო რამდენჯერმე გითხრათ უკვე ეს და ეს არის საუკუნეებიდან ცნობილი სიბრძნე, რომ ბოროტებას თავისი არსი არ გააჩნია. ბოროტება მხოლოდ სიკეთის მოკლებაა. სადაც არის სრულყოფილი სიკეთე, ის ბოროტებას ადგილი არ აქვს. ბოროტება არ არსებობს. ანუ არსებობს მხოლოდ ის, რაც ღვთისაგან შეიქმნა, რასაც ღვთისაგან მიეცა არსებობა, მხოლოდ და მხოლოდ ის არსებობს. და ბოროტება არ შექმნილა, ისევე როგორც სიბნელე არ შექმნილა, ისევე როგორც ცოდვა არ შექმნილა. ცოდვა არის სათნოების ნაკლებობა, ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა, სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა. ანუ წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა ღმერთს შეექმნა, ჯოჯოხეთი არ შექმნილა. ვიღაცა ღმერთს შეექმნა ბოროტებისთვის და საუკუნო ტანჯისთვის, წარმოიდგინეთ ახლა რა ბოროტი გამოდის ღმერთი, რომ საუკუნო სატანჯველისათვის გაიმეტოს თუნდაც ერთი ადამიანი. არ არსებობს ეგეთი რამე ხალხო. ყოველი უფალე ამბობს, მრავალნაირად ჩინებულ, მაგრამ მცირედ ირჩეულ. ანუ ყველა მოწოდებულია სიკეთისათვის. ყოველი ადამიანი, ვინც კი იქმნება ღვთისაგან, იქმნება სასუფეველისათვის. მე თქვენ ეს განგიმართეთ და ეხლა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი გასაგები, მაგრამ მინდა რომ აი რამოდენიმეჯერ მაინც გავიმეორო, რომ აი ჩაჯდეს ეს გონებაში და კარგად გავიაზროთ, რომ რას ნიშნავს, რომ განჭრეტილია ღვთისაგან ადამიანის ცხოვრება, ის სად არის თავისუფლება. მიაქციეთ ყურადღება ხალხო, ყოველი ადამიანი სასუფეველისათვის იქმნება. ყოველი ადამიანი შეუძლებელია რომ ღმერთმა განჭრიტოს წინასწარ, რომ ეს ადამიანი თავისი ნებით ვერ შეძლებს რომ მოხდეს სასუფეველში და დაძლევს ის განსაცდელები და ღმერთმა მოავლინოს ის ამ ქვეყანაზე. წარმოუდგენელია ეგეთი რამე. და მე გითხარით კიდევაც რომ აი მეორედ მოსვლა სწორედ მაშინ დადგება, როდესაც უკვე დედამიწა ვეღარ წარმოშობს ადამიანს, რომელიც გაუმკლავდება საცდურებს და ცხონდება. ანუ როდესაც მისთვის უკვე დედამიწაზე ხორციელი ცხოვრება, ცხონების ასპარეზი აღარ იქნება, ესეთი ადამიანი აღარ დაიბადება და მაშინ დასრულდება ამ ქვეყნის არსებობა. თორემ მანამ სანამ შესაძლებელია რომ ადამიანი გაჩნდეს სრულყოფილებისათვის, სიკეთისათვის და მან თავისი ნები დაძლიოს ამ ქვეყანაზე არსებული საცდურები ჯერჯერობით რაც არსებობს, ხო? და სანამ კულმინაციას არ მიღწეულა ეს ყველაფერი, ხო? მანამდე დაიბადება ადამიანები, მანამდე გამრავლდება კიდევ კაცობრიობა, იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიქმნას და გაჩნდეს ამ ქვეყანაზე. ღმერთი ამ საშუალებას ხელიდან არ გაუშვებს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, როგორც კი დაინახავს უფალი, რომ უკვე ის დრო დადგა, იმდენად გამძაფრდა ბოროტება დედამიწაზე, რომ სრულად გაუკუღმართდა უკვე და თეთრ-შავი ქვია, ცალსახა და შავს თეთრი და ვერავის ვეღარ დააჯერებ უკვე სად არის თეთრი, სად არის შავი, აი იქ უკვე ადამიანი აღარ დაიბადება, აღარ მოავლენს ღმერთი და დაასრულებს უკვე ამ ქვეყნის არსებობას. მანამდე კიდევ ერთხელ გეუბნებით, თითოეულ ადამიანს მიცემული აქვს შანსი. ყველა ადამიანის ცხოვრება განჭრეტილია ღვთისაგან და შექმნილია ყოველი ადამიანის სიკეთისთვის, ბედნიერებისთვის.
მარადიული ნეტარებისთვის, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ თუ არა ამ არჩევას. წავალთ თუ არა ამ მიმართულებით. ეს არის თითოეულ ჩვენგანზე დამოკიდებული. და ამიტომაც არის, რომ ვერც ერთი ჩვენთაგანი უსამართლობაში ღმერთს ვერ დადევს ბრალს. ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ გავიმართლებთ თავს ღვთის წინაშე. ვერაფრით, გარემოებებით, პრობლემებით, იმიტომ რომ ვერჯერ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით ეფრემ ასური ბრძანებს, რომ ყოველი ადამიანი მისივე მსგავსი ადამიანით განიკითხება. აი შენ, რომელსაც გგონია, რომ რაღაცა ისეთ გარემოში და ისეთ პირობებში და ისეთ პრობლემებში გიწევს ცხოვრება, რომ შეუძლებელია შენთვის ქრისტიანულად ცხოვრება, დაგიყენებენ გვერდზე შენნაირ ადამიანს. რომელსაც ზუსტად შენნაირ პირობებში მოუწია ცხოვრება, ზუსტად შენნაირი პრობლემები, შენნაირად ავიწროვებდნენ, შენნაირად ებრძოდნენ ნებები, ზუსტად შენნაირად ეზარებოდა ყველაფერი, მაგრამ მოერია თავის თავს ღვთისმადლი და ღვთისწყალობით, გაუმკლავდა ამ პრობლემებს, ამ ბრძოლებს და გაიმარჯვა. და განსხვავება თქვენ შორის ერთადერთი რამე იქნება, მონდომება. და მოუნდომებლობით ღმერთის წინაშე ვერ გამართლდები. ამიტომ გეუბნებით, რომ ღმერთი არ არის უსამართლო. ღმერთი არის ყოვლად სამართლიანი და ამიტომ გვაძლევს საშუალებას. გვაძლევს საშუალებას ბოლომდე და ყველანაირად ზრუნავს ჩვენზე ყოვლად მოსიყვარულე მამაა ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად მოვინდომოთ და რაც შეიძლება მუდმივად სწორი არჩევანი გავაკეთოთ ჩვენი სული საცხოვნებლად. მაგრამ თუ ჩვენ ახლა ამ ყველაფერს უგულებელყოფთ, ეს უკვე ღმერთის ბრალი აღარ არის, ეს ჩვენი ბრალი იქნება. ასე რომ ამას მიაქციეთ ყურადღება. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ მოვედით და დაიმკვიდრეთ ის ადგილი, რომელიც თქვენთვის გამზადებულია სამყაროს დასაბამიდან, სანამ შექმნიდა ღმერთი მთელ ქვეყნიერებას, მანამდე იცოდა, რა თქმა უნდა, ვინ გადარჩებოდა, ვინ არ რატო? კიდევ ერთხელ გეუბნებით. არა იმიტომ, რომ ვიღაცის გადარჩენა უნდა და ვიღაცის არაა. ესე არა. უბრალოდ განჭრეტილია ღვთისაგან თავიდან ღვთის წინაშე დრო არ არსებობს. ეს მინდა კარგად გავიაზროთ. აი ეს თუ გავიაზრეთ, მე როგორ ყველაფერს ადვილად მიხვდებით რა. ღვთის წინაშე არ არის დრო, ღმერთი დროზე ბევრად მაღლა დგას. ზედროულია უფალი. დრო არის ქმნილება, დროს გააჩნია დასაწყისის და დასასრულის. აი როდესაც ცნებებს განმარტავდით, იქ თქვით, მამა რაფაელს ეწერა ძალიან ლამაზად რა, რომ დრო მონაკვეთია, რომელიც მარადისობის ფონზე მიედინებაო. მონაკვეთი, რას ნიშნავს მონაკვეთი? ხო გაქვთ ნასწავლი მათემატიკა ყოველს, რომელსაც თავისი დასაწყისიც აქვს და დასასრულიც აქვს, ხო? არსებობს სხივი, დასაწყისი აქვს და დასასრული არ აქვს. არსებობს წრფე, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ხო, აი ღმერთი შეგვიძლია შევადაროთ ჩვენ წრფეს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ადამიანი შეგვიძლია შევადაროთ სხივს, რომელსაც დასაწყისი აქვს მიცემული ღვთისაგან, დასაბამი, მაგრამ არ აქვს დასასრული. იმიტომ რომ მარადიული არსებაა ადამიანი. და დრო და ეს მატერიალური, რასაც ჩვენ ვხედავთ ყველაფერი არის მონაკვეთი. რომელიც დღეს არის, ხვალე აღარ იქნება. ეს ხვალე პირობითია, რა თქმა უნდა, შეიძლება 1000 წლები გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებლად დასრულდება. და ეს ყველაფერი ღვთისაგან განჭრეტილია ხალხო და ღვთისაგან წინასწარ არის განჭრეტილი ყოველი ადამიანის ცხოვრება. ამიტომაც ამბობს უფალი აი ამ ფორმით ამას, რომ ადგილი დაიმკვიდრეთო თქვენიო, რომელიც გამზადებულია თქვენთვის სამყაროს დასაბამიდანვეო. არ ვიცი რამდენად შეძლებთ ამის გაგებას, მაგრამ ეცადეთ, ხო? იმიტომ რომ რთული გასაგებია ძალიან. ეს ესეთი, რავი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლესი ფილოსოფიაა რა, ეს თუ გაიგე, ყველაფერს გაიგე მე რა. რაც ადამიანისთვის მისაწვდომია, ყველაფერს გაიგე. ეს თუ მიწვი და ამას თუ გაიგე. და რატო? უყურეთ, რატო ეუბნება ახლა, რომ მოდით და დაიმკვიდრეთო ეს ადგილი. რამე თუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი. წყუროდა და მასუთ მე. უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე. შიშველ ვიყავ და შემოსეთ მე. სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე. საპყრობილეს ვიყავ და მოხვედით ჩემდა. ხედავთ რეები ჩამოვთვალა. მე ადრე მithქვამს ერთ-ერთ ქადაგებაში ვთქვი მახსოვს რომ მოწყალებით გამართლდება ადამიანი ღვთის წინაშე და აი ნახეთ. და მოწყალება რა არის? მოწყალება ეს არის ხორცს შესხმული რწმენა. ანუ შენი რწმენა როგორ უნდა შეფასდეს ღვთის წინაშე? თუ შენ ამ რწმენის შესაბამისი საქმეები გაგაჩნია, ხო?
და თუ შენ მოწყალე ხარ, ესე იგი შენი რწმენა ცოცხალი ყოფილა. იმიტომ რომ უფალი ხო ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველის პირით რომ ცრუა და მატყუარა ის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს თავისი ხილული ძმა და იბრალებს რომ მას უყვარს ღმერთი. შეუძლებელია. როგორ შეიძლება შენ უხილავი ღმერთი შეიყვარო და სიყვარულზე საერთოდ რაიმე წარმოდგენა გქონდეს, თუ კი შენი ხილული ძმა არ გიყვარს. ხილულის სიყვარულით შეიმეცნება უხილავის სიყვარული. წარმოუდგენელია სხვანაირად. ამიტომ ჩვენი რწმენა იმ შემთხვევაშია ცოცხალი, თუ შესაბამისი საქმეებიც გაგვეჩნია, აი მოწყალების საქმეები, რომელიც უფალმა ჩამოთვალა. შიოდა მაჭამე, წყურვალი ვიყავი, წყალი დამალევინე, საპრობილეში ვიყავი, მომინახულე, შიშველი ვიყავი, შემოსე, ციოდა შემიფარე. ანუ მოწყალების საქმეები და უკვირთ ეხლა მართალ ადამიანებს და ეუბნებიან. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ დარქვან უფალო. ოდეს გიხილე ჩემ შიერი და გამოგზარდეთ. ანუ წყურიელი და გასუჩე. ოდეს გიხილე ჩემ უცხოდ და შეგიწყნარე. ანუ შიშველი და შეგმოსე ჩემ. ოდეს გიხილე ჩემ უძლური. ანუ საპრობილესა და მოვედი ჩემ და გულწრფელად უკვირთ ამ ადამიანებს როდის უფალო. შენ როდის გნახეთო კაცო, შენ არ გვახსოვ ხარ არასოდეს. ვიღაც ადამიანები გვახსოვს, მაგრამ შენ არ გვახსოვ ხარ. და მიუგოს მეუფემან მან და ქვამა, სხვასმა. ამინ გეტყვით თქვენ, რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსაც მათა ჩემთასა იგი მე მიხარ. ნახეთ. ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი ხარ. ჩვენ ხშირად გვჩვევი ადამიანების დაყოფა, აი მე როდესაც სასულიერო პირი ხდებოდი, ყველაზე მეტად რასაც ვთხოვდი და ვეძებოდი უფალზე, დღემდე ესევა სხვათა შორის. დღემდე მუშაობენ ჩემ თავზე ამ მიმართულებით. ვთხოვდი რომ ღმერთო მეთქი შემაძლებინე მეთქი რომ ადამიანები არ გავარჩიო ერთმანეთისაგან. შემაძლებინე მეთქი რომ ყველა ერთნაირად მიყვარდეს მე. იცით რა? სხვა არის სიახლოვე ვისთან რამდენად გიქნება, მაგრამ სიყვარული ერთი უნდა გქონდეს ყველას მიმართ. ერთნაირად უნდა ზრუნავდე ყველაზე. ერთნაირად უნდა შეგეძლოს თავდადება და თავგანწირვა ნებისმიერი მათგანისთვის. მატყუარასთვის, მართლისთვის, მოხუცისთვის, ახალგაზრდასთვის, დიდარისთვის, ღარიბისთვის, გაუნათლებელისთვის, განათლებულისთვის არ აქვს მნიშვნელობა. არ უნდა გაარჩიო. აი როგორც წყემსი არ არჩევს, ხო, თქვა ეხლა ეგ უშნო ცხარია თუ ლამაზი ცხარია, ყველა მისია, ყველა სულის. კოჭლია, ნელ-ნელა მიდის, ხო, იმას მხრებზე შემოიგდებს, რომ ხედავს, რომ უჭირს სიარული, ხო, ანუ აი ესეთი თავგანწირვა უნდა იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა სხვა არის სიახლოვე. ეს ინდივიდუალურია, იმიტომ რომ უფალიც კი ამ მიმართულებით განარჩევდა თავის მოწაფეებს და განსაკუთრებულად საყვარელი ადამიანები ყავდა, ესენი იყვნენ პეტრე, იაკობი და იოანე, იცით თქვენ, ხო? და ამათგან განსაკუთრებული იყო კიდე იოანე. იოანეზე პირდაპირ წერს თვითონ იოანე მოციქული, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს. დანარჩენებიც უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა იოანესთან. ამიტომაც არისო თქვენ წარმოიდგინეთ უძვირფასეს ადამიანს, ვინც კი უფალს ამ ქვეყანაზე გააჩნდა, დედას, რომელიც რომელმაც ამ ქვეყნად მოავლინა უბიწოდ მაცხოვარი ჩვენ იესო ქრისტე აბარებს იოანეს და რა სიტყვებს ეუბნება? სიტყვებს, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის სანატრელი და სასურველი, მაგრამ ვერცერთი ვერ ვეღირსებით. ეს ერთადერთ ადამიანს ხვდა წილად, ეს ბედნიერება. ჯვრიდან ეუბნება თან, მომაკვდავი, დედაკაცო, ეჰა ზე შენი. და იოანეს ეტყვის, ეჰა დედა შენი. ხედავ? ანუ დასრულდა ჩემი ამქვეყნიური მისია, ის პერიოდი, როდესაც მე ხორციელი ვიყავი და სანამ მე ხორციელი ვიყავი და სანამ ხორცში ცხოვრობდი, მანამდე მე შენ როგორც დედას გემორჩილებოდი. მაგრამ ეხლა უკვე დამთავრდა ეს ყველაფერი. ეხლა მე გადავდივარ ისევ ჩემს ბუნებაში, ჩემს ღვთაებრიობაში, იმ ჩემს სხეულსაც აღვადგენ უკვე უხრწნელებაში და შენ რომ მარტო არ იგრძნო თავი, აი ძე შენი. და იმას უთხრა, აი დედა შენი. თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო ეს ამხელა ბედნიერება? და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე მოციქულის სახლში ცხოვრობდა, ვიდრე მის
მიძინებამდე ეფესოში. რამხელა ბედნიერება ხვდა წილად და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს გარჩევა თვითონ უფალსაც გქონდა. მაგრამ იმაზეც გავამახვილე მე ყურადღება, რომ რას ნიშნავს, რომ მოუწაფე რომელიც უყვარდა, იოანეს უყვარდა განსაკუთრებულად. ის იყო ყველაზე მეტი ერთგული უფლისა. თანაც უსიტყვოდ, ზედმეტი თავგამოდების გარეშე საქმით აჩვენებდა ამ ერთგულებას და ამ სიყვარულს. ერთადერთი მოციქული, რომელსაც არ შეეშინდა სიკვდილის და ჯვართან იდგა ბოლომდე მენელსაცხებელი დედებთან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად. ერთადერთი მოციქული. საქმით დაამტკიცა მან თავის სიყვარული და თავის თავდადება ღვთისადმი. ამიტომაც დაიმსახურეს უზენაესი ჯილდო. ხო და ამიტომ ვამბობ, რომ აი ერთადერთი მეთქი, რასაც ღმერთს თხოვდი და ვევედრებოდი, ერთადერთი არა, ყველაზე მეტად. რასაც ვევედრებოდი, აი ეს იყო ყოველთვის და დღესაც ესეა. და დღესაც მუდმივად მუშაობ ჩემ თავზე, რომ აი ადამიანები, ეხლა მithქვამს ხოლმე, ხო, რომ ეხლა ნებისმიერ მოძღვარს ყავს სხვადასხვა კატეგორიის სულიერი არიან ჭირვეულები, არიან ვამპირები, პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, რომლებიც აეკწოვენ ყველაფერს რა. ისე რომ თვითონ ზოგი ვერ ხვდება ამას რა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც შეგნებული ვამპირები არიან რა. არიან აი ისე შიგძნელად რო ესმით, ბევრჯერ რომ უნდა უთხრა და ძლივს რო გაიგებენ. არიან ისეთები, რომლებიც ესმით, კარგად ესმით, მაგრამ არ გემორჩილებიან და სახეზე რო ვატყობ, რომ აი კი ხდება რაც ზეუბნები ყველაფერს, მაგრამ არ გემორჩილება. არიან კიდე ისეთი კატეგორია, რომელსაც მე კომფორტულ სულიერშულებს ვეძახი რა, აი რომლებსაც აი ნახევარ სიტყვაზე ესმით. და აი თქვენი ცხოვრების წესი, სულიერი ღირებულებები ერთი და იგივეა რა და აი ესეთ ადამიანებთან მე ვისვენებ ხოლმე სულიერად. და უფრო მეტსაც გეტყვით, ვიზრდები მე ესეთი ადამიანებისაგან. ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ. და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ისინი არიან ჩემთან და მე მაქვს მათთან ურთიერთობის ბედნიერება. ხო და აქედან გამომდინარე, ხო ბუნებრივია ეხლა რა, რომ ეხლა მეტი სიახლოვე ვისთან მექნება. ვისთანაც ერთად ვაზროვნებ. ხო, ეხლა ვამპირს რატო დაუახლოვდები, მაგრამ რა კი ის ვამპირი ღმერთმა ჩემამდე მოიყვანა? ესე იგი ღმერთმა დაინახა რესურსი მისი მოქცევისა, მისი სინანულისა და დაინახა ისიც, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვინ შეიძლება მას სინანულის კარი გაუხსნა. და ამიტომ მე ვალდებული ვარ, რომ მასთანაც ბოლომდე დავიხარჯო. რომ ჩემი სიყვარული მასთანაც სრულყოფილი იყოს და სრულფასოვანი იყოს. და აი ამიტომ ვევედრები ამას სულუფალს. და ეხლა რაც მოვაყოლე ეს ყველაფერი რომ ნახეთ, რას ამბობს უფალი? რაოდენი უყავთ ერთს ამას მცირეთაგანსაც მათა ჩემთასა იგი მე მიყავთ. ჩემი თავი დამიჭერია ხოლმე ხშირად რა, რომ აი რაღაცა მათხოვრები გამირჩევია ხოლმე ერთმანეთისაგან. მრევლისგანაც ბევრჯერ მომისმენია ეს აღსარებაში, რომ აი ვიღაცას აძლევს, ვიღაცას არ აძლევს. ვიღაცასთან ჩამივილია ცხვირზე ხელი მომიჭერია, იმიტომ რომ რაღაცა ცხვირი მომირიდება, იმიტომ რაღაც საშინელი სუნი ქონია. რა ვქნა ახლა, მე ჩემი სისუსტეები მაქვს რა. აი, დამიჭერია ჩემი თავი მცირედ მოწმუნეობაში. მაგალითად ჩვენი ტაძრის სტიქაროსნები გაცილებით უფრო გულმოდგინეები და გაცილებით მეტი სიყვარული აღმოჩენიან, ვიდრე ვთქვათ მე. როი ადამიანთან, რომელიც ლპებოდა ცოცხლად, მატლები ესეოდა, მიდიოდნენ, საჭველი მიქონდათ, უვლიდნენ. აი მე შინაგანად ამ ბარიერს ვერ ვლახავდი რა. აი კონკრეტული მაგალითი რა, ჩემი სისუსტის ამ შემთხვევაში და აი ამას ღმერთი მოგკითხავს აუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი რაც არ უნდა ზნედაცემული იყოს და რაც არ უნდა წამხდარი იყოს, თუ სულიერად, თუ ხორციელად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მასში წარუშლელად გიეს ბეჭედი სულისა წმინდისა და წარუშლელად გიეს ხატება ღვთისა. ანუ რაც არ უნდა დაეცეს ადამიანი, თავის თავში ღვთის ხატებას ვერ წაშლის. წმინდა მამის ესეთ შედარება მოყავთ, რომ აი ძვირფასი ქვა რო ავიღოთო და ამოვსვაროთო წუმპეში, ტალახში, საზიზღრობაში, ხო? სიბინძურეში. ის მაინც ძვირფასი ქვა დარჩება. უბრალოდ ერთადერთი რაც არის დასრულია რა და ჭირდება რაღაც ადამიანი, რომელიც გამოიღებს იქიდან გარეცხავს, გაასუფთავებს და ზუსტად ის ძვირფასი ქვა, რაც მანამდე იყო, რაც ტალახში ჩავარდებოდა. ხო და აი ესე არისო ზუსტად თუ ადამიანშიო, ნებისმიერ ადამიანშიო ღვთის ხატებაო. აი სიწმინდე და აი სწორედ ამიტომაც ჩვენ ყოველთვის გვაქვს საშუალება ნებისმიერი ადამიანი გვიყვარდეს, რაც არ უნდა წამხდარი იყოს. ანუ გვიყვარდეს მასში ღვთის ხატება.
და ის სწორედ ამით ვისწავლით ნელ-ნელა ღმერთის სიყვარულს. მაგრამ ეს არ არის მარტივი ხალხო, ეს რთულია. და ამას მთელი ცხოვრება ჭირდება, აი ჩვენი ეკლესიური ცხოვრება, მაშინ იქნება რეალური და ჩვენთვის რეალური შედეგების მომტანი, თუ კი აი ამისკენ წავალთ, აი ამ მიმართულებას ავიღებთ. და თუ კი ჩვენ არ ვიქნებით მოწყალეები ადამიანების მიმართ, თუ კი ჩვენ გავარჩევთ ადამიანებს, თუ კი ჩვენ ანგარებით ვიქნებით ადამიანების მიმართ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები გვეყვარება და იმ ადამიანების მიმართ ვიქნებით კეთილნი, ვისგანაც რაღაცას მოველით, ეს სიყვარული არ არის. ამას ამბობს უფალი, რომ ესეო წარმართების და ფარისეულებიც იქცევიანო რა. და ერთხელ აი ზუსტად სოციალურ ქსელში ვნახე ესეთი ის რუსულად ეწერა, მაგრამ ქართულად გეტყვით. ნამდვილი სიყვარულიო, სწორედ მაშინ ვლინდება ადამიანშიო, როდესაც ის იწყებს ისეთი ადამიანების შეყვარებასო, ვისგანაც არაფერს არ მოელისო. აი სწორედ მაშინ ცოცხლდება ადამიანში ნამდვილი სიყვარული და მოდი ჩვენს დავაკვირდეთ ჩვენს თავს რა. აი ვინები გვიყვარს? აი ვის მიმართ ვართ კეთილები, მოწყალენი? აი თუ ჩვენ ისეთი ადამიანების მიმართ ვიჩენთ ზრუნვას, ვისგანაც რაღაცას მოველით, თუ სულიერად თუ ხორციელად არ აქვს ამას მნიშვნელობა, ესე იგი ჩვენ ჯერ ანგარება გვამოქმედებს რა. ანუ ეს სიყვარული არ არის. სიყვარული, რომელიც ანგარებით არის დასურილი, ის არ არის სიყვარული. საკმარისია ის წყარო შეწყდეს, რის გამო ჩვენის ადამიანი გვიყვარს. აი რამდენჯერ მომისმენია ხო აღსარებაში გულდაწყვეტილი ადამიანების საუბარი, რომლებიც თქვათ იყვნენ თანამდებობის პირები რა. და მე რაღაცა დროჟამის შემდეგ თქვათ ის თანამდებობა დააკარგეს, იმიტომ რომ მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერი არ ვიცით ხო? და სანამ კარგ თანამდებობაზე იყვნენ, მოკლედ მეგობრები და ახლობლები მთელი ჯარი ეხვიან თავს. დასწრებაზე იყვნენ, ვინ დაპატიჟებდა, ვინ ცემდა პატივს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც კი დააკარგეს ის თანამდებობა, ყველა გაქრა. თითქოს არც იცნობდნენ საერთოდ, აღარც ესწავლმებოდნენ, აღარც ურეკავდნენ, აღარც კითხულობდნენ, მანამდე აფეთქებული ქონდა ტელეფონი. რამდენი მომისმენია ესეთი. აი ხედავთ. ისინიც კი თავს იტყუებდნენ, იმათ ეყუნათ რომ უყვარდათ ეს ადამიანი, მაგრამ აი მან სინამდვილეში უყვარდათ მისი თანამდებობა. და უყვარდათ იმიტომ, რომ ხერს მოელოდნენ რა, გამორჩენას მოელოდნენ იქიდან. და როგორც კი ის მიზეზი გაქრა, რის გამოც ის ადამიანი უყვარდათ, მაშინ საბრის ბუშტივით გასკდა ამათ სიყვარული. გაიფანტა ხაერში. ესე დაგვემართება ჩვენც ხალხო და მოდი მივაქციოთ ყურადღება, რომ აი ვეცადოთ რომ ნამდვილი სიყვარული გავაღვიძოთ ჩვენში და კიდევ ერთხელ ვიყვი, ნამდვილი სიყვარული სწორედ იმ შემთხვევაში ვლინდება და აი იქ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს თავს. როცა გვიყვარს ისეთი ადამიანი, რომლისგანაც არანაირ გამორჩენას არ მოველით და ვერ მოველით და რო შეუძლებელია, რომ ისგან რაღაცა გამორჩენას, აი მე თქვენთვის მომიყოლია რა, ერთხელ მინდა რომ გავიხსენო, ეხლა გამახსენდა რა ისე რა. აი ამდენჯერაც გამახსენდება, ამდენჯერ რაღაცა ჯრუანტელი მეულის ხოლმე რა. გიამურღულიან მოყვა ერთხელ რა ტელევიზიით ესეთი ამბავი რა, რომ აგროვებდა რაღაც ქართული ღირსების საქმეებს რა. ქართული ღირსების წიგნი მინდაო შექმნაოდა, რაღაც კარგი ინიციატივა იყო, მაგრამ მე მგონი ჩაფლობდა, იმიტომ რომ მე არსად არ მინახავს მე ეს გამოსული. ხო და მოყვა ესეთი ისტორია, რომ ერთხელო ძველი თბილისის ამბავი იყო რა, სადღაც 800-იანი წლების რა. აი როდესაც ბორანი იყო თბილისში, კვარზე გადასასვლელი რა, მაშინ ხიდი არ იყო და ამ ბორანი იცით ხო, როგორი რაღაცა ესე ბაგირი იყო გაჭიმული აქეთ-იქით და ეს ხის ბორანი, რომელსაც თავის მებორნე ყავდა და ნიჩბით გადაყავდა ეს ხალხი ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე. დეკემბრის შუა რიცხვები იყო რა. ყინვა იყო უკვე, ყინავდა და ბორანს გადაყავდა ხალხი. და ამ ბორანზეო ამოვიდანო ბაბუა და შვილიშვილიო. ქარი ამოვარდაო. და ამ შვილიშვილსო ქუდი მოსტაცაო. და გადააგდო მტკვარშიო. და ამ დროს არიან შუა მტკვარში უკვე გასულები. ზამთარია, ყინავს. ამ მებორნემო არცაც ხელო გააჩირავ ეს ბორანიო, ჩაკიდაო ის ნიჩაბიო და გადახდაო პირდაპირ წყალში. ამ გაყინულ წყალში ხალხო. და თან ახლა მებორნეა, ხა ის ვერსად ვერ გაიქცეო, მთელი დღე იქ უნდა იდგეს მე. იმ გაყინული ტანსაცმელი. და ამოუტანა ის ქუდი და ეს ბაბუო თურმე შეწუხდა, გაგიჟდა, გადაერია რა და საწყლები იყვნენ, დაჭირებულები იყვნენ რა, ბაბუას და შვილიშვილიც. ხო და დაუწყია ტირილი ამ ბაბუას, რომ შვილო ეს რა მიყავიო კაცო. ეხა შენ ისეთ სიკეთე გამიკეთეო, რომ
მთელი ცხოვრება ვერაფრით ვერ გადაგიხდიო შენო და აი რა უთქვამს იმას წარმოიდგინე. აი რომ შემოქმედეთო შენზე შეშული შულსაცო და რო ზუსტად მივხვდიო რომ ვერასოდეს ვერაფრით ვერ გადამიხდიდით, იმიტომ გადავხდით რა. აი სიყვარული ხალხო რა. ხო და აი ამიტომ აი ჩვენს დავაკვირდეთ მოდი ამას რა რომ აი როდის ვაკეთებ სიკეთეს და როდისა ვარ ჩვენ კეთილები. როცა რაღაცას მოველით თუ პირიქით, აი თუ უანგაროა ჩვენი სიკეთე და ჩვენი სიყვარული, მაშინ ნამდვილია. და თუ არა, ვიცოდეთ რომ ის არის დროებითი და დღეს არის ხვალე აღარ იქნება. და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ამას გაზრდა ჭირდება და აღზრდა ჭირდება საკუთარ თავში რა და ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ეს ესე უცებ არ მოდის თავისთავად რა. მუშაობა და სულიერი ღვაწლია საჭირო იმისათვის რომ შენს თავში აი ეს ათმება აღზარდო და ჩამოუყალიბო. და აი თუ კი ჩვენ აი ესეთი კეთილები ვიქნები და ნამდვილ სიყვარულს ვისწავლით და ნამდვილი სიკეთის კეთებას ვისწავლით ადამიანების მიმართ, ხო? ესეთ შემთხვევაში მოვისმენთ აი ამ ტკბილ სიტყვებს უფლისაგან რა და გვიწოდებს უფალი კურთხეულნო მამისა ჩემისანო და მოდით და დაიმკვიდრეთ ის ადგილი რომელიც თქვენთვის გამზადებულია დასაბამიდან სოფლისათო. მაშინ თქვას მარცხენითა მათსა, ეხლა მარცხენით ვინსგანან იმათ ეუბნება. წარვედით ჩემგან წყეულნო. ნახეთ იმ შემთხვევაში კურთხეულნო მამისა ჩემისანო, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში ეუბნება წარვედით ჩემგან წყეულნო. ცეცხლსა საუკუნესაო. ჯუჯუხეთში აგზავნის. რომელი გამზადებულას ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. მიაქციეთ ყურადღება ხალხო, ამ შემთხვევაში არ ეუბნება ამათ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაც ახლა მე თქვენ გითხარით. არ ეუბნება რომ წადით თქვენ იმ ცეცხლში, რომელიც თქვენთვის გამზადებული იყო საუკუნიდან, არა? მიაქციეთ ყურადღება, გამზადებული იყო ვისთვისო, ნახე რას ამბობს. რომელი გამზადებულას ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვისო. იმათვის გამზადებული იყო, იმიტომ რომ იმათვის წინასწარ განჭრეტილი იყო, რომ ისინი არასოდეს არ შეინანებდნენ. იმათვის გამზადებული იყო, მაგრამ თქვენთვის არ იყო გამზადებული. მაგრამ თქვენი უტვინობით, თქვენი არასწორი არჩევანი, თქვენი უგულისხმობით, თქვენი უსიყვარულობით, თქვენი სახარების უცოდინარობით, თქვენი არაქრისტიანობით, თქვენი უმოწყალობით და ბოროტებით, თქვენი კიდევ ერთხელ ვიტყვი, არასწორი არჩევანი, თქვენ მიხვედით აი აქამდე. მაგრამ მე არ მინდოდა ეს. მე თქვენთვის სასუფეველი მინდოდა. ეს მქონდა გამზადებული, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ არ აირჩიეთ ეს. ამიტომ რაც აირჩიეთ, წადით ახლა იქ. ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის გამზადებულ ჯოჯუხეთში და ცეცხლში. ძალიან საშიში იქნება ეს სიტყვები და ძალიან აი რა გითხრათ რა, საშინელი სამჟავრო ქვია აი ამ დღეს. ძალიან გვეშინოდეს ხალხო ამის, აი ერთადერთი რისის ქრისტიანს უნდა ეშინოდეს აი ამ სიტყვის მოსმენის. სხვა აბსოლუტურად არანაირი შიში არ უნდა არსებობდეს ქრისტიანში რა, ყველანაირი შიში უცხო უნდა იყოს. აი ამის უნდა გვეშინოდეს, მართლა უნდა გვეშინოდეს რა. ნუ ღვთის გარეშე და ღვთის მიღმა არ აღმოჩნდეთ რა. და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სიცოცხლის ფასადაც რო დაგვიჯდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ხორცელი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის მოგვეცა ამ ქვეყანაზე, რომ სულიერი სიცოცხლის საფასურად გავიღოთ თუ კი ეს საჭიროება დადგება რა. არ უნდა გვიღიდეს არა ღვთის წინაშე. და რატომ აგზავნის იქ? რამე თუ მშიოდა და არა მეცითმე ჭამადი, წყუროდა და არა მასუთმე, უცხო ვიყავდა არა შემიწყნარეთმე, შიშოელ ვიყავდა არა შემოსეთმე, უძლურ ვიყავდა საპყრობილესა და არა მოხვედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათსა და ქვან, უფალო, ოდდეს გიხილეთ ჩემ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოებას, ანუ შიშულოებას, ანუ უძლურებას, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ. ეხლა ნახეთ ეს პირფერები, ეს თვალთმაქცები. უფალო, როდის კაცო შენ, როდის გნახეთ ესე დგომა რომ რა თქმა უნდა მათ რო უფალი ენახა და მათ რო ცოდნოდათ რომ ეს უფალია. თან გადაყვებოდნენ მას. რატომ? ზუსტად იმიტომ რომ ანგარი ადამიანები არიან. აი ხედავთ. ეკითხებიან, როდის გნახეთო შენო კაცო, როდისო? და როდის არ გემსახურეთ, როდის არ მოგიარეთ, როდის არ დაგაყურეთო? იმიტომ რომ იციან რომ ისე მოემსახურებოდნენ, მაგრამ აი ვიღაცას რო ხედავდნენ, ეს ვიღაცა იყო მათთვის რა.
იმიტომ რომ ვიღაცისგან არანაირ სარგებელს არ ეულდნენ. ხედავთ ხალხურ ასაშიშია ეს ყველაფერი. ამიტომ კარგად ჩაუღრმავდეთ ჩვენ სულს. ყოველი ადამიანი ძალიან დიდი საიდუმლოა გახსოვდეთ რა. და რაც დრო გადის აი ამ ჩემს მგლობაში, მით უფრო და უფრო წმუნდები ამაში ნელ-ნელა და ადამიანი თუ ბოლომდე შეიცანი, ჩათვალე რომ ღმერთი შეგიცნია. იმიტომ რომ ღმერთის ხატია ადამიანი. მაშინ მიუგოს მან და რქვას მათ, ამინ გეტყვით თქვენ, რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთთაგანსა მე არ ამიხავ. თვალი ეუბნება მათ მკაცრად. ჭეშმარიტად გეუბნებით. რაც ამათ არ გაუკეთეთ, ის მე არ გამიკეთებ. რატო ეუბნება ამას? გახსოვთ მე თქვენ სიყვარულთან დაკავშირებით გესაუბრეთ, რომ აი როგორია სრულყოფილი სიყვარული. როგორია, როდესაც მოყვასი გიყვარს შენ როგორც საკუთარი თავი. ესეთ დროს შენთვის არ არსებობს გარჩევა მე და ის. შენთვის არ არსებობს ის. ისიც შენ ახარ. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთ ადამიანში ვართ ღვთის წინაშე. ერთი ქმნილება ვართ ღვთის წინაშე. ღმერთს ბევრი ადამიანი არ მოუძელია და არ შეუქმნია, ერთი ადამიანი შექმნა. მისგან გამოაცალკევა მერე ევა და მათგან გაამრავლა მერე მთელი კაცობრიობა. აი მე ერთ ადამიანში და ევაში ვართ თითოეული ჩვენთაგანი. და როდესაც ჩვენ ვიწყებთ გარჩევას ერთმანეთისას, ვიღაცა გვინდა, ვიღაცა არ გვინდა, ვიღაცა გძულს, ვიღაცა გვიყვარს. და თან მით უმეტეს ეს ხდება ანგარების ფონზე, ჩვენ სიყვარულისგან ძალიან შორსა ვართ. და ხედავთ უფალი როგორია? უფალს ყველა უყვარს. იმიტომ რომ ყველა მისია, ყველა მისი ღვიძლია და ამიტომაც ეუბნება, ესე კი არ ამძაფრებს თავის სათქმელს და ესე ჰიპერბოლებით კი არ გველაპარაკება უფალი, რომ აი ის გაჭირებული ადამიანის მე ვიყავი და ისიც მე. მართლა ესე თulis უფალი. თავის სიყვარულიდან გამომდინარე. რადგან ყველა მისი შვილია და ყველა მისი ღვიძლია, ამიტომ ტკივა თითოეული მათგანი და მართლა თulis რომ თითოეული გაჭირებული თვითონ არის. ესე მიიჩნევს ღმერთი. ეს უბრალოდ ჩვენი სიყვარულობიდან გამომდინარე ღმერთის სიყვარულის საზომს ვერ ხედავთ. და გონია რომ ჩვენ რო ვიღაცა არ მოგწონს, ღმერთსაც არ მოწონს ის და ჩვენ რო დაყოფილი გვაქვს ადამიანები, ყავს კატეგორიებად რომ ვიღაცა პირველხარისხოვანია, ვიღაცა მეორეხარისხოვანი, ვიღაცა საერთოდ ყურადღება მისაქცევი არ არის. გონია რომ ღმერთის ესე უყურებს ადამიანებს და ვწდებით ძალიან ხალხო, ვწდებით. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ იმ სიყვარულისკენ მივდიოდეთ, როგორი სიყვარულითაც უფალს უყვარს ყველა. ესე შემთხვევაში გავიზრდებით სულიერ. და წარვიდნენ ესენი სატანჯოლსა საუკუნესა, ხოლო მართავნი ცხოვრებასა საუკუნესა. ნახეთ, როგორ სრულდება? ანუ მართავნი მიდიან საუკუნო სიცოცხლეში, სადაც არის სიხარული დაუსრულებელი და ენი დაღუწერელი და ცოდვილი ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად ღმერთის მრავალგზისი შეგონებისა და ზრუნვისა მათდამი არასწორი არჩევანი გააკეთეს, მედიან საუკუნო სატანჯოლში. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. აი, ესეთი მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სასაუბრო თემა.